What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriff Steyrs war ein Befehl! Dali. Wer sind See? Yes, Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done. მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იმით არის ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესო, რომ ჩვენი სტუმარი არის ძალიან საინტერესო პიროვნება, ცნობილი ქართველი ფსიქიატრი, ოღონდ მოსულია ბატონი გოგინანეიშვილი არა ჩვენს სამკურნალოდ ამ შემთხვევაში, არამედ როგორც ექსპერტი და მცოდნე იმისი, რა ფილმსაც აწინახავთ ამ ჩვენი საუბრის მერმე. ფილმი არის მიძღვნილი ცნობილი ამერიკელი ნობელიანტი ეკონომისტის მათემატიკოსისადმი ჯონ ნეშისადმი, რომელიც იყო ამ დაავადებით ასე ვთქვათ შეხვედრილი. დღეს განსაკუთრებულად შეშლილ კინოსამყაროში ვიმოგზაურებთ და 4 ოსკარით დაჯილდოვებულ ფილმს შემოგთავაზებთ. რონ ჰოვარდის ფსიქოლოგიური თრილერი „ბრწყინვალე გონება“ ამერიკის კინოაკადემიის რჩეული გახდა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, რეჟისორი, ქალის მიერ შესრულებული არამთავარი როლი და ადაპტირებული სცენარი. ოსკარზე წარდგენილი იყო ამ დროისთვის უკვე ოსკაროსანი რასელ კროუც, რომელიც ამ დრამაში მთავარ როლს, ანუ გენიალურ, მაგრამ შეშლილ მათემატიკოსს ჯონ ნეშს თამაშობს. სხვათა შორის ამ დროისთვის პარანოიდული შიზოფრენიისგან უკვე სასწაულებრივად განკურნებული ნობელიანტი მეცნიერი აღთოვანდა თურმე ფილმითაც და რასელ კროუს მიერ შესრულებული მისი პერსონაჟითაც. ჰოლივუდის გლადიატორს ამ ფილმში პარტნიორობას უწევდნენ ჯენიფერ კონელი, რომლის ეს ნამუშევარი ოსკარით აღინიშნა, ორგზის ოსკაროსანი ედ ჰარისი, ოსკაროსანი კრისტოფერ პლამერი და ჯერჯერობით უოსკარო პოლ ბეტანი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტიტანიკის ორგზის ოსკაროსანი კომპოზიტორის ჯეიმს ჰორნერის მიერ ამ ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკი, რომელიც სხვათა შორის ჟღერს კიდეც ამ ჩვენი შესავლის ტექსტის ფონად. გელოდებათ წინ ძალიან საინტერესო ფილმი და ბატონ გოგის ვთხოვეთ, რომ მაინც რაღაცა პროფესიულ დონეზე რაღაც ნიუანსები აი ამ უცნაური დაავადების პარანოიდული შიზოფრენიის შესახებ რაღაცები გვითხრას, ის რაც ბუნებრივია მედალევანმა არ ვიცით. და არც დიდმა რაოდენობის მაყურებელმა. რამდენად განკურნებადია ესეც გვაინტერესებს. დღეისთვისაც არ არის ასეთი მყარი საბოლოო დასკვნა, რომ აი ეს არის ეს. აი მე თუ ნებას მომცემ ძალიან მოკლედ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდები. ხო. იყო ესეთი ძალიან ცნობილი გერმანელი ფსიქიატრი 19 საუკუნის შუა პერიოდში და მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა ემილ კრეპელი. რომელმაც გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთმა, მაგრამ ყველაზე კარგად გადაწყვიტა მედიცინასთან დაეახლოვებინა ფსიქიატრია, რომელიც სულ რაღაც საფრანგეთის რევოლუციის მერე დაიწყო შექმნა პინელმა და ესკილონმა. მანამდე ეს სამედიცინო დარგი არ იყო. ამიტომ მაქსიმალურად მიახლოვება გულისხმობს იმას, რომ იმ სტრუქტურაში ჩავსვა, როგორც სხვა სამედიცინო, ანუ რა იწვევს ამ დაავადებას, რა და ძალიან კარგად დაავადა სხვა შორის. აი, ორგანული დაავადებები, ანუ თავის ტვინის დაზიანება, ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციური დაავადებები და ასე შემდეგ. და დარჩა რაღაცა, რასაც არაფერი მიზეზი არ აქვს და საწაიღოს არ იცის. ეს არ არის ერთი დაავადება. არ მინდა ახლა დეტალები ექიმ, მაგრამ 4 განსხვავებული დაავადება თავისი კლინიკით, რომელიც თავდებოდა ერთი გამოსავლით, აპათიური ჭკუა სუსტობით. ანუ ინტელექტი კი არ ქვეითდებოდა. იკარგებოდა ურთიერთობა, აქტივობა, სოციალური ადამიანი იკეტებოდა საკუთარ თავში, კარგავდა ინტერესს გარშემოყოფების მიმართ, თავის კარიერის მიმართ და ამ დაავადებას ეწოდა დემენცია პრეკოქს.
ასე უწოდა დემენცია პრეკოსი, ანუ ნაადრევი ჭკუასუსტობა. იმიტომ რომ როგორც წესი ეს იწყებოდა პოსტპუბერტალურ, ანუ სადღაც აი მომწიფების შემდგომ ასაკში, სადღაც კლასიკური შემთხვევები, სადღაც 30 წელს 40 წლამდე უკვე ჭკუასუსტობა იყო, ანუ გამოთიშული იყო საზოგადოებას პიროვნება. მაგრამ ერთი რამეც მინდა ვთქვა, შეიძლება ნაკლებად ეხება, მაგრამ აი ეს იყო უნიკალური პიროვნება კრეპელინი თავისი პატიოსნებით. ეხლა წარმოგიდგენთ, ეგეთი რამე დაწერა, რომ ეს არის უცნობი ეტიოლოგიის, ანუ მიზეზის დაავადება, რომელიც თავდება ჭკუასუსტობით. ამიტომ მე დავარქვი მაგას დემენცია პრეკოქს, მაგრამ უნდა ვთქვა, 17%-ში ჭკუასუსტობა არ მეთანხმება. და 34%-ში კი შედარებით იოლია მისი გამოსავალი. ხო, მაგრამ ნუ ასე არა, ხარ მოიტყუები. შემდგომი ეტაპი იყო უკვე ასეთი ფსიქოანალიზის თეორიის მერე, ვთქვათ, ფროიდის მერე, ევგენ ბლეილერი იყო ეგეთი შვეიცარიელი ფსიქიატრი, რომელმაც დაიწყო ძებნა არა იმისა, რა არის მიზეზი ამ დაავადების, არამედ იმისა თუ რა ხდება პიროვნებაში ამ დაავადების დროს. და შემოიტანა ცნება აუტიზმი. მაგან შემოიტანა. და თქვა რომ აი ძირითადი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი არის რა? რამდენიმე სიმპტომი, თვისება, რომელიც ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, ანუ მისთვის ფასეულობა ხდება ის, რაც მოდის შიგნიდან და არა გარედან. ხო, არის ინტროვერტი, ექსტროვერტი, ხო? ანუ მე ვიქცევ ისე, როგორც მირჩევენ, რომ ასე ჯობია. არა, მე მირჩევნია მოვიქცე ისე, როგორც ჩემი გული კარნახობს. ის ამბობს, რომ ეს არის სხვადასხვა რეგისტრი. არის ადამიანი ჩაკეტილი თავის თავში, ხო? ინტროვერტი უბრალოდ, ნუ ნაკლებად კონტაქტური, ნაკლებად ესე, მაგრამ თავისი სპეციალობის და ყველაფრის, ვთქვათ, ოჯახიც აქვს, ყველაფერი, მაგრამ არა დიდი მეგობრები, არა ესეთი რაღაცები. მეორე არის უკვე აი შიზოტიპურ აშლილობას ეძახიან ამას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც არ შედის დაავადებათა კლასიფიკაციაში, იმიტომ რომ აკლია რაღაცები, მაგრამ ეს უფრო ხასიათობრივი თავისებურება, ეს უფრო მეტად გამოხატულია. და კლასიკური აი დემენცია პრეკოქსის მაგერად ზოგადად ბლეილერის ის იყო, რომ შემოიტანა ტერმინი შიზოფრენია. ეთუთ რას ნიშნავს ეს? ეს არის დაავადება. შიზოფრენია, უფრო სწორად ეს გერმანული ვარიანტი. სქიზოფრენია. სქიზის ბერძნულად ნიშნავს გახლეჩას. ანუ ცალკეული ფუნქციები ფაქტიურად, ფორმალურად მუშაობს, ინტელექტი არის, ახმა არის, მეხსიერება არის, ყველაფერი არის, მაგრამ რაღაც მომენტში არ ხდება ამის ესე იგი შეერთება და იწყება სქიზისი რა. კაცი, რომელსაც შესანიშნავი ინტელექტი აქვს, არაფერში არ იყენებს ამ ინტელექტს. დიახ. ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ვთქვათ, შეიძლება ძალიან კარგი რაღაცა გააკეთოს, ვთქვათ, ну იკეტება თავისთავად. ეს ავადმყოფობა. აი რაც შეეხება შიზოტიპურს, აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ შიზოტიპური, შიზოიდური ეძახიან ამას. ეს არ არის ავადმყოფობა. ადამიანი როგორც წესი ირჩევს პროფესიას, რომელიც არ ხდის მას ვალდებულს იყოს სოციალურად აქტიური. მხატვარი, მწერალი, დიახ, ვთქვათ, კომპოზიტორი და ასე შემდეგ. ჩემთვის ვარ და ვაკეთებ და ახლა არ მინდა. ამიტომ აი ესეთი გრადაციები, ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ბირთვული შიზოფრენია, რომელიც ჭკუასუსტობით თავდება და ეს ჭკუასუსტობა ის კი არ არის, რომ რაღაცები არ იცის, ავიწყდება. იმდენად გამოსული ამ სამყაროს კონტაქტებიდან, რომ ნუ ფაქტიურად ჭკუასუსტია, იმიტომ რომ არანაირ სოციალურ აქტივობას არ აწარმოებს, არის თავისუფლად ჩაკეტილი, კონტაქტში არავისთან არ შედის. აი ფროიდი ამბობდა სხვა შორის, იქიდან წამოვიდა ეს იდეა შიზოფრენიის და რომ აქ რა ხდება იცით? აი ხო, ცნობიერი, არაცნობიერი, ასე გააყო ხო ფროიდმა. არაცნობიერი ამბოდეს ზემოთ. და ადამიანი უკვე ანგარიშს უწევს არა იმას, რაც გარეთ არის, არამედ ის რაც შიგნიდან ამოვიდა. ეს შიგნიდან ამოსული როგორც წესი არის მხოლოდ გაუგებარი ემოციური და ასე შემდეგ, ამას აღარ გავაღებავ. ინდივიდუალური რაც და ინდივიდუალური და იქცევა ისე რასაც კარნახობს შიდა სამყაროს, რომელიც პარადოქსალურია. ის რაც ფილმში ვერ მოხდა და პრინციპში ვერც მოხდებოდა.
წინვალი გონების ეკრანებზე გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ, ანუ 2015 წელს, ის და მისი მეუღლე საავტომობილო ავარიას ემსხვერპლდნენ. ასე დასრულდა ზუსტ მეცნიერებებში ორი ყველაზე პრესტიჟული პრემიის, ნობელის და აბელის, მსოფლიოში ერთადერთი ლაურეატის, 85 წლის ჯონ ნეშის სიცოცხლე. მისი ნაშრომები დღემდე ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. მის თეორიებს ეფუძნება მსოფლიო ფინანსური წესრიგი. მის აზრს ანგარიშს უწევდნენ სხვადასხვა, მათ შორის ზე სახელმწიფოების მთავრობები, არადა თავად ძალიან დიდხანს, თითქმის 30 წელი, რეალობას ბოდვისგან ვერ არჩევდა, უცხო პლანეტელებს ემალებოდა და აჩრდილებს ესაუბრებოდა. მერე კი მოინდომა და სრულიად მოულოდნელად თითქოს და განიკურნა. ანუ ეს ბევრი ცნობიანი ურთულესი ამოცანა ამოხსნა და პარანოიდული შიზოფრენია დაამარცხა. ფსიქიატრიული კლინიკის დატოვების შემდეგ ნეშმა მიატოვა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, სამშობლო და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. დარწმუნებული იყო, რომ ევროპაში შეძლებდა თავის დიდი ხნის ოცნების ასრულებას. ჩამოყალიბებდა ეგრეთ წოდებულ მსოფლიო მთავრობას, უარს იტყოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაზე და გახდებოდა მსოფლიო მოქალაქე. როცა შვეიცარიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნით, შეშლილად ჩათვალეს და გამოაგდეს იქიდან. სასოწარკვეთილმა ნეშმა გაანადგურა თავისი პასპორტი. მას ახალი საბუთები მისცეს, ჩასვეს თვითმფრინავში და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე დააბრუნეს სამშობლოში, სადაც ფეხშიშველად დადიოდა პრინსტონის რესტორნებში და ყველას თავის ბლოკნოტს უჩვენებდა, რომლის გარეკანზეც დიდი ასოებით ეწერა: აბსოლუტური ნული. დრო და დრო ესაუბრებოდა ციყვებს და უხილავ არსებებს. რა თქმა უნდა, უკან ფსიქიატრიულ კლინიკაში დააბრუნეს. მეუღლე კი გაშორდა. ხელმეორედ განიკურნა. მაშინ, როცა ამას უკვე აღარავინ ელოდა. საპატიო ჯილდოებიც ამის შემდეგ გადასცეს. მეუღლესთან, ალისიასთანაც თავიდან იქორწინა. 4 დღეში კი ახალ დაქორწინებულები ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ. ბუნებრივია გაჩნდა უამრავი ვერსია, რამდენად შემთხვევითი იყო ეს ტრაგიკული ინციდენტი. შეთქმულების თეორიების მოყვარულებს მოყავდათ ასეთი არგუმენტი. გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე მას გამოუქვეყნებია სტატია „იდეალური ფული“, რომელშიც ავითარებდა ისეთი სამყაროს მოდელს, ისეთ საზოგადოებრივ წყობას, რომელშიც ყოველგვარ საჭიროებას კარგავდა ბანკები. რით არ არისო საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მამას მისი თავიდან მოშორება მოენდომებინაო, ამბობდა მავანი. სხვათა შორის მასვე, ანუ ნეშს, მიაწერენ ბიტკოინის გამოგონებასაც. როგორც მოგეხსენებათ, ბიტკოინის კონკრეტული ავტორი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და თითქოს და სატოში ნაკამოტოს მეტსახელს, თუ სახელს, ამოფარებული ადამიანის, თუ ადამიანთა ჯგუფის გამოგონებულია. იყო თუ არა, სატოში ნაკამოტო სინამდვილეში გენიალური მათემატიკოსი ჯონ ნეში. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ შეშლილ სამყაროს არ აქვს. მოგი, აი ესეთი კითხვა მაქვს. მაყურებლისთვისაც გათვლილი და ნუ ჩვენთვის ყველასთვის. აი შენ ნანახი გაქვს ეს ფილმი. სიამოვნებით სხვათა შორის, კარგი ფილმია ძალიან. და შენი ვერსიით ვამბობ, აი იმ ჩამონათვალში რაღაცა აი ჯონ ნეში თვითონ როგორც მთავარი მოქმედი პირი რასელ კროუ, ვისაც ასახიერებს, აი მაგისი მოდი ასე ვთქვათ, შიზოფრენიის როგორი ის არის რა, ასე ვთქვათ, გზაზე შემდგარი რა. მოდი ჯერ ვთქვათ როგორი ფორმა. ხო. დიახ. ბოდვითი ფორმა. იმიტომ რომ აშკარად გამოხატული ჰალუცინაციური ბოდვითი სიმპტომატიკა. რას ნიშნავს ეს? პატარა ის იყო საჭირო, ესეთი სტრესი, როცა უბრალოდ ერთხელ დაიბარეს და თხოვეს, რომ ეს მოგვეხმარე. გამომდინარე მისი პრემორბიდული, ანუ დაავადების წინარე ხასიათობრივი იმითი, მან იმ წუთში ეს მიიღო როგორც რაღაცა საწყისი, რაღაც ჩემზე
ჩემთან სხვა ურთიერთობის ხო გასულ თავის მეუღლესაც ეუბნება რა შენ ვერ გეტყვი ახლა მე რა ხდება იქ ეს არ არის ფანტასტიკა ციდან ჩამოვარდნილი ამბავი ხო ახლა CRO-სთან საქმე უნდა კონდეს აბა რა უნდა კონდეს ამ დონის მეცნიერია ასეთ რამეზე მუშაობ ჩამოყალიბდა ესეთი იდეა დევნის თვალთვალის და სპეციფიური დავარქვათ ან სპეციალური დანიშნულების რომელიც არის საიდუმლო ამის გამო ის არის მუდმივი თვალთვალის ობიექტი თავისი თანამოძმეების მხრიდან მაგრამ ამავე დროს დევნის და თვალთვალის ობიექტი მისი მტრების მხრიდან ხო მაგრამ სანამ არ მოხდა ექსცესი ვერავინ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე ხო კონფლიქტი უცნაური ადამიანი იყო სწორედ აი ეს არის ძირითადი იასპერს იყო ეგ ცნობილი ფილოსოფოსი და ფსიქიატრი ამას შემიძლია ერთი ტერმინი Verschrobenheit ანუ უცნაური Verschroben დარტყმული რა უცნაური ტიპი იყო თავიდანვე სკოლიდანვე იქ არ ჩანს მაგრამ მე ერთი რამე დამაინტერესა და მის ბიოგრაფიას გავესანი ის რაშიც ნობელის პრემია მიცეს 61 წლის ასაკში გამოქვეყნებულია რეალურ ჯონეს ეს თამაშის თეორია ქვია მაგას მათემატიკური გამოქვეყნებული აქ 21 წლის ასაკში ხო 21 წლის იყო როცა ეს დაწერა კი ანუ იქიდან იწყებდა მუშაობა ჯერ კიდე არ იყო მუშაობდა ნორმალურად მაგრამ როგორც და უცნაურობით გამოირჩეოდა იმიტომ რომ ეს უცნაურობა რაში გამოიხატება იმათაც ახასიათებს აი ადამიანთა შორის ურთიერთობის გარკვეული სტერეოტიპები მისთვის უფრო შინაგანი განცდებიდან მოდის ვიდრე გარეგანი წესებიდან აი ერთი კითხვა მაქვს ესეთი დეპრესიულიც არის ადგილებში ესადო დეპრესია ეს არის განწყობა თუ ავადმყოფობა არა არის დეპრესია როგორც ავადმყოფობა და არის დეპრესია როგორც განწყობა და არის კიდე მელანხოლიკი როგორც ადამიანი რომელიც საერთოდ ეგეთია დეპრესიულია არა აქ იცით რა შეასაქმე ხა მე დეტალები არ მახსოვს მაგრამ დეპრესიული არის იმიტომ რომ ну წყალებში ავიღოთ ეს სიტყვა ვერ უგებენ დიახ ვერ უგებს ცოლი ვერ უგებს კოლეგები ხო მას აქ ის ქცევის და აზროვნების სტერეოტიპები რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია მაგრამ იმის გამო რომ შედეგია ძალიან კარგი ну იყოს ბატონო ფანჯერაზე წეროს ხო კაი რამე წერს ხო თუ და ხო ხო და იყოს როგორც უნდა ისე წეროს გახსოვთ ისე ეუბნება რომ აი გინდა დაფან უგინდა რა პარანოიდული შიზოფრენია განკურნებადია ფორმას გააჩნია და ეტაპს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის რაც გავაკეთეთ ნეშის დროს დიახ ანუ ის რჩება ეს თანამედროვე ამბობს კიდევაც ხას უსვამს რომ თანამედროვე პრეპარატებს ვიღებო ამიტომ მისი აშკარად ჩანს როგორც პროფესიონალს უყურო აი მკურნალობის პროცესში დასტაბილურდა ეს მდგომარეობა იმ დონეზე რომ ნუ უცნაურობა რჩება იმიტომ რომ ეს უკვე ის პიროვნული ცვლილებებია რასაც ძირითადად მოყვება რაც მოყვება ამ დაავადებას აი ეს Verschrobenheit ეგრეთ წოდებული უცნაურობი ტიპი მაგრამ ამის მიმართ რაღაცა ნუ მოდი ესე ჩავთვალოთ არის ელემენტები კრიტიკის გაუჩნდა რა არის მთელი თეორია შიზოფრენიის როგორც არა ერთი დაავადების, არამედ ერთი მდგომარეობის სხვადასხვა ტიპების, კეთილთვისებიანიდან დაწყებული, რომელიც შეიძლება ამოიწუროს ეგრეთ წოდებული, ახლა ამოღებული ეს კლასიფიკაცია, ეს ტერმინი იხმარებოდა. ნევროზის მაგვარი და ფსიქოპათიის მაგვარი შიზოფრენია დამთავრებული ეგრეთ წოდებული კლასიკური ბირთვული შიზოფრენიით, რომელიც ყველა ვარიანტში ესე თავდება. ხო. გასაგებია. ეს არის მძიმე. მე რასაც როცა ვემზადებოდი რაღაც ვნახე, არის დევნის ბოდვა, არის გრანდიოზულობის ბოდვა, ეჭვიანობის ბოდვა და რაღაცა შინაარსობრივად ბევრია. ბევრია, ხო. ხო, როგორც წესი, ეს დამოკიდებულია სიტუაციაზეც, თვითონ პიროვნების ფსიქოლოგიაზეც, აი თქვა რა არის მისი სუსტი წერტილი თქვა და სად ურტყავს. ამას დაარტყა სწორედ ну სადღაც ეხლა შეიძლება თქვენთან ურთიერთობა გაცილებით ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ მე უფრო თავისუფალი ვარ. მე რას ვამბობ, რატომ მინდა გითხრათ, იცით, რომ აი მისი ეს ბოდიში მკურნალობის რაიმე მეთოდი ხო არ არის? ეს თქვენთან ურთიერთობის სიამოვნება. მე რა მინდა გითხრათ, იცით, რომ აი არის ერთი მომენტი თუ გახსოვთ, რომ
აი იმას ხანდახან უჩნდება განცდა იმისა, რომ ეხლა ამათ მაინც ვერ დავაჯერებ ესე როა რა. ხო. და მოდი რა, ისე მოვიქცევი, რომ ვითომ მეც მჯერა. მე ხო. დიახ. კონფორმიზმი ესე. დაცვის მექანიზმი. იმიტომ რომ თუ რო თქვა რომ არ მჯერა, ისე წამიყვანე ფსიქიატროში. ცხოველს რა შეუნება, გახსოვთ? აუ, მე ვერ ვეტყვი ამათ, რა ხდება. შენ მაინც დაულამიოკე რა. ამიტომ იქ აი ეს არის საინტერესო. ეხლა მისი პიროვნება როგორ იყო, ეხლა ეს ფსიქიატრის თან ურთიერთობის მერე შეიძლება დადგინდეს, მაგრამ ფაქტია რომ ის აი ზღარზე იყო. სკიპზე. ნორმა მეცნიერებაში დიახ. და პათოლოგიის ელემენტები ყოფით ქცევაში. ისევე როგორც მაგალითად ავიღოთ იგივე თქვათ სალვადორ დალი. დიახ. სალვადორ დალის გენიალური რამე რა თქვა. როგორ იქცევიო რა ვიღაცა თქვა ძალიან უცნაურად იქცევით რაღაც. შიზოფრენიკს გევხართო თქვენო რა. მეო ყველა სიმპტომი მაქვს ის რაც შიზოფრენიკს აქვს ერთი განსხვავებით. მე შიზოფრენიკი არა ვარ. მე გენიოსი ვარ. მე გენიოსი ვარ. მანძნელია ზღვარის გავლენა გენიალობასა ეს და არის ასეთი იცით რომ აი გენიალობა და ფსიქიკური აშლილობა. დიახ. აი თუ შეიძლება ითქვას აი შიზოტიპურზე ხო? ნუ ეს თვითონ ხასიათი ესეთი. გაძლევს იმის სტიმულს რომ აი არასაზოგადოებისკენ იტრიალო, არამედ საკუთარ თავში ჩაიხედო და იქით შეიძლება თუ გაქვს მართლა გენიალური მონაცემები, რაღაცა კაი ამოიღო რა. ხო. აი კიდე ესეთი კითხვა მაქვს. აი ამ ფილმში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც მას უტარებენ რაღაც ძალიან უჩვეულო პროცედურას, ინსულინურ შოკს. იყო ესეთი მკურნალობის მეთოდი, სანამ ნეიროლეპტიკების შემოვიდოდა. ეს დღეს აღარ არის, ხო ეს? იმიტომ რომ ერთი შეხედო დაჟჯას უფრო გავს, ვიდრე მკურნალობას. ჩვენ არა, ჯერ ერთი დაჟჯა არ არის და აგიხსნით რატო. ხო, აი ეს ზაკელი იყო ეგეთი 30-იან წლებში. ავსტრიელი ფსიქიატრი, რომელმაც გამოვიტანა დასკვნა დაკვირვებით, რომ იმ ფსიქოზი ვისაც ჰქონდა ბოდრით, ფსიქოზი. ადამიანებს, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი, ჰიპერგლიკემიური შოკი, ხო? ინსულინური შოკის მერე მნიშვნელოვნად უკეთესად გრძნობდა თავს, ფსიქიკის მხრივ. მაგრამ მაშინ ინსულინი არ არსებობდა როგორც პრეპარატი. დიახ. და მე როგორც კი გაჩნდა, მან დაიწყო ინსულინის გამოყენება, მაგრამ მაშინ არ იყო, მაგრამ ძიმია უფრო ექიმისთვის ვიდრე პაციენტისთვის. რატო იცით? როგორც ყველა ჩვენ ხელოვნურად ვაკეთებდით რას? მე ვაკეთებდი ამას თავი დროს. დიახ. 70-იან წლების ბოლოს და იქ სხვა მიზეზები იყო კიდე. რა არის იცით? მე ვხდები ცუდად, როცა უყურებ იმ გულყრდიანტებს. შესახედავად ცოტა რთულია. რომელიმე იკითხიათ, რომელიმე დიაბეტიკისთვის ერთი მომიყევი როგორი გულყრა ჰქონდა გიპერ. არ ახსოვს იმას. არ ახსოვს. ამნეზია. ხო, სრული ამნეზია რა, გული დავკარგე და მოვედი. ანუ მისთვის ეს ფაქტობრივად არანაირ ტანგროს არ მქონდა ეგეთი შემთხვევა, აი უნიკალური შემთხვევა იყო ჩემი მაშინ. მე მქონდა თავის დროზე, როცა ჯერ კიდე თქვათ ესეთი სოციალურად უფრო აქტიური ვიყავი იმ პერიოდში. ამერიკაში ამდენჯერმე ვიყავი და ერთხელ ვიყავი ერთ-ერთ კლინიკაში ამბულატორიას სწავლობდით, აქ ჭირდებოდათ როგორ გავაკეთე რა. და უახლესი აპარატურა იყო და მე მაგ ლიცენზია, სერტიფიკატი ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს აღებული ამისი და მე ვუთხარ რომ ვიცი მეთქიდან რომ დაესწავლე და უყურე. და ისეთი ნატიფი გახდა და ადვილი რომ თქვათ გულყრაც არ ვითარდება. იმიტომ რომ რელაქსანტებს აძლევენ სხვა პრეპარატებს და დენის სტრუქტურა შეიცვალა ზემოქმედების. დიახ. და მახსოვს ერთი პოლიციელი მოვიდა, რომელსაც დეპრესია ჰქონდა, დეპრესიის დროს იყენებენ ძირითადად. აჰა. ხოდა ნუ უნდა დააწვინო, ხო, გაიხადე, დაწექი, მე ისო 1 საათში გაგიშვით. ამიტომ 9 საათი 40 წუთი მე ძინავს. დიმა გაიხადე, დაწვა, შეიყვანეს, გავუკეთეთ, გამოიყვანე და ნუ გაიღვიძო და რა ხდებაო, კაცო. მეჩქარება, მე ის კი არა ვარ, უსაქმური. პოლიციელიო, რატო არ გამიკეთეთ? გაგიკეთეთ უკვე. აბა ნახე რომ უიმე რომელი საათი ყოფილა 1 საათი გასულა. აბა წავედი და დიდი მადლობა. ანუ ისიც არ ახსოვდა. ხო, ანტერო-რეტროგრადული ამნეზია ქვია მას. ისიც არ ახსოვდა როგორ შეიყვანეს და მithumetes არ ახსოვდა რა გავუკეთეს და როგორ გავუკეთეს და მე რა მოუღო. ხო, ეს ამოვარდა. ეგონა რომ ჩაეძინა. ხო, და ამასობაში ხო. და თქვენ ამასობაში მე დროს მაგარგიერთ.
შეიძლება თუ არა განკურნება პაციენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ. გამოდის ეს? ეს არის კანონი. არსებობს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოშიც არის ეს 95 წელს იყო მიღებული. ამის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას, დიახ, აგრესია ან რაღაც ან თვითმკვლელობის ცდელობა იყო ან რაღაცა, აი მაშინ შეიძლება ეს უნდა იყოს ოფიციალურად, ვთქვათ, დარეგისტრირებული, დაშვებული პაციენტის ნების გარეშე მკურნალობა. აჰა, ფსიქიატრიულ დახურულ კლინიკაში, ხო, სადაც ხო, გასაგებია. მაგრამ აი მაგალითად ჩვენ კლინიკაში სადაც მე ვმუშაობ, ხო? ის არის ამბულატორიული კლინიკა, ასე ვთქვათ, კერძო რა, არა სახელმწიფო. მე პაციენტს არ ვღებულობ, რომელსაც არ უნდა. სპეციალური ისა მაქვს აქვეა ანკეტა, კი არა, რა, ქაღალდს, სადაც უნდა მოაწეროს ხელი, რომ permission. მას ეს ჭირდება. შენი სურვილით მოდიხარ, არავინ არ დაგაძალა. ხო. და მე ვალდებული ვარ აგიხსნა, შენ ამ წამალს რატო გინიშნა? დიახ. ეს არის კანონი. ანუ ეს კანონი ახლა ცივილიზებულ ქვეყანაში ყველგან არის. ლევან, ეს ყველაფერი ჩაიწერე, შენ დაიმახსოვრე, ამას იცეს ჩვენი კამერა. არა, რომ მაინც რომ გამოგადგეს თორე. აი, რაღაც გადაცემა შეშლილი კიდევ სამყარო ქვია. ცნობილი, ნუ ერთ-ერთ გენიალურ ფილმში ალბათ ფსიქოში, ხიჩკოკის. ნორმან ბეიტს თავარგუნის და პიროვნების გავარება. არის ასეთი ფილმი, კიდე ნაით შიამალონის სპლიტი ქვია, სადაც ერთ ადამიანში სახლობს 23 პიროვნება. აი თუ ქონიათ პრაქტიკაში აი მსგავს პაციენტთან ურთიერთობა. აი პიროვნების გავარება და ამდენი არა, მაგრამ მე ერთი პაციენტი მყავს, რომელსაც აქვს განცდა გასამების. დიახ, ქალბატონია, რომელსაც აქვს განცდა, რომ ასე კინოში ისე არ არის, მაგრამ აი ეხლა ისე ვიქცევი, როგორც აი იმ სიტუაციაში არ ვიქცეოდი. დიახ. როცა ესეთი ვიყავი, აი ხანდახან მეცვლება, იცით, შინაგან არა ხასიათი, არამედ შინაგანი განწყობა, აი ჩემი პიროვნება რაღაცნაირად იცვლება. დიახ. არის ესეთი დეპერსონალიზაცია ქვია ამას რა. არის ესეთი. და ამის მკურნალობა შეიძლება თქვა რაღაცას კი, ხო? სხვაშორის მე მინდა გავიხსენო ერთი შესანიშნავი ადამიანი ბუბა ხოტივარი. დიახ. მასთან მქონდა ერთი გამოსვლა. და დიდი ხნის წინ. და მე იმენად მოეწონა რომ მითხარ რომ მოდიო შენო რაღაც სქემასავით გააკეთეო რომ აი ფსიქიკური აშლილობა და კინო. და რომელი ფილმებია და მე მახსოვს რამდენიმე თვით ადრე, იმიტომ რომ მე აი კოვიდი იყო რაღაცა და ჩამოუთვალე ეს ფილმები. კალიგარი, რა იყო მაგას? კალიგარი. კაბინეტ დოქტორა კალიგარი. აი ეს არის პირველი იქ ვერ გაიგებ გიჟია ჯაფელია. ხო, ვინ, ხო. აქედან დაწყებული ჯერ 30-იანი წლებიდან მოდის ისეთი ფილმები, რომლებიც კი, საოცარი. აი ახლა შესანიშნავი ფილმია მაქსვენ ზუდოვი და ის თამაშობს კი. პოლიციელი როა. ისა დიკაპრიო რო პოლიციელია. ხო, ის ნუ ამათ ყოფია ახლა, ცოლშვილ დახოცა რა, ბოდითად რაღაც. დიახ. აი შესაძლებელი არის თუ არა ამოიცნო შეშლილი ამ შეშლილ სამყაროში. თქვენ თუ ამოგიცნიათ, თქვათ, აი ეს მასაში. იცი, ამ შეშლილ სამყაროში უმრავლესობა დიახ. თავის სასარგებლოდ მოქმედებს. და ნამდვილი შეშლილი რისთვის მოქმედებს ვერ ხდება. აი რა თუნდა ახლა ამას რო აკეთებს. დიახ. არაფრად. მისი ქცევა არაადეკვატურია. დიახ. ანუ არ შეესაბამება იმას, რომელიც უნდა ხდებოდეს ამ სიტუაციაში და ის შეშლილები, რომლებიც ამ უმრავლესობა არის. პირიქით ისე იქცევიან, რომ მაქსიმალურად აქედან პროფიტი მიიღო. ხო, რაღაც სარგებელი. სარგებელი. ჩვენი ტრადიციაა ეგეთი, რომ გადაცემის ბოლოს სკენ რომ მივდივართ, ვჩუქნით ჩვენ სტუმარს ჩვენი გამოსახულებიან ძალიან ჭიქას. დიდი მადლობა. რო დალევ თქვათ ყავას, ჩაის, ყავას არ ვსვამ, კაკაოს. კაკაოს. და გაგაცემდება შეშლილი კინოსამყარო. გადაცემის ბოლოსკენ კიდე მინდა ესეთი რამ ვკითხოთ. რამდენად გენეტიკურია ეს სულიერი დაავადებები? გააჩნია სულიერი დაავადებები. გააჩნია სულიერი დაავადებები. აი შიზოფრენია თქვათ, რაც ხონდა ეს არის ისეთ ვერსია, რომ რაღაცა მაგრამ რა იცით ახლა, აქ ერთი ნიუანსია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. პირველი, რომ ჩვენ არ ვიცით მიზეზი. როცა შენ მიზეზი არ იცი, რა იცი რომ ახლა ეს გენეტიკურია? დიახ. ხო? მაგრამ არის ზოგიერთი და ნუ ამბობენ რომ აი თქვა ამ ადამიანებში სხვაშორის უფრო იმაზე ამბობენ, აი შიზოიდურ ტიპებზე, არა შიზოფრენიაზე, რომ იქ რაღაცა
რაღაცა გენეტიკაში შეიძლება შექმნეს რაღაც ესეთი. არის ესე. მაგრამ ეს არ არის სარწმუნო. სარწმუნო ნიშნავს უნდა იყოს პროცენტი დადებული ფაქტი რეალური. დიახ. ესეთი არ არის. რახან არ არის ვერ იტყვი. ხო, გასაგებია. გასაგებია. გოგი, შენს კლინიკაში ფასიანია, ხო, კონსულტაცია? ხო, ახლა კერძო. აი ამან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკაპიკოთ ესე იგი ინფორმაცია მიიღო. კონსულტაციები, პაცოუსამ ფილმის ნახვის და ასე შემდეგ და ასე ყოჩა. საინტერესო რა არის ბოდიში რომ როგორ იადრება? კარლ გუსტავ იუნგი იყო ეგეთი ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი იყო პროფესიით. და ის ამბობდა რომ ყველა გენიოსში რაღაც სიგიჟე არის. ისე ის გენიოსი არ არის. ძვირფასო ტელემაყურებელო გაითვალისწინეთ თავად ლორდ კიპანიძის ეს ძალიან კარგად დაალაგებული დრამატურგიულად აწყობილი კითხვა. და უახლოვდება ჩვენ კინოსეანს, რომელშიც ნახავთ მართლა შესანიშნავ ფილმს, რომლის თავარი გმირიც იყო დაავადებული, მაგრამ აქ არის ერთ საინტერესო ამბავი, რაც მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრა. მე მაინც მგონია რომ ამ ფილმში ძალიან კარგად ჩანს ის როგორც შეშლილი, მაგრამ ნაკლებად ჩანს რატო უწოდეს მას ბრწყინვალე გონება მაგალითად. როგორც გენიოსი, ნაკლებად არის თქვა ამ ფილმში. თუ ნებას მომცემთ, იმიტომ რომ ის რაც მან რაშიც მიიღო ნობელის პრემია, ის ბრწყინვალე გონების გამოხატულება. რა თქმა უნდა, ხო და ამ ფილმშიც გაკვირით არის ნათქვამი ამ წონასწორობის თეორიაზე. თეორიაზე. მომენტი ის თავისი პედაგოგი ახალგაზრდაა მაშინ. შეუნება რომ ეს კაი რაღაცა დაწერე მარა. შენ აზე ხარ რა დაწერე? საერთოდ რა დაწერე ესო, ხო. აზე ხარ რომ ეს ყველაფერს ეწინააღმდეგება რაც აქამდე ეწერა. ვიციო. და დარჩი ჩემთან. მაინც რატომ დაარქვეს ჯონ ნეშს ბრწყინვალე გონება? რა შემდგომარეობს მისი სახელობის ეგრეთ წოდებული წონასწორობის თეორია, რის გამოც ზუსტ მეცნიერებაში ორი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ნობელისა და აბელის პრემიები დაიმსახურა. ვეცდებით შეძლების დაგვარად მოკლედ და გასაგებად უპასუხოთ ამ ჩვენივე დასმულ კითხვებს. ნეშის თეორია ეფუძნება პრინციპს, რომ ნებისმიერ პროცესში, კონფლიქტში, თამაშში ან მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს შორის არც ერთ მხარეს არ მიეცეს საშუალება, სტიმული, წახალისება თავი არიდოს მასში მონაწილეობას, ან მიიღოს რამე დამატებითი სხვა მხარესთან ამ მხარეებთან შედარებით რაიმე უპირატესობა ამ პროცესში მონაწილეობით. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ძარცვის საქმეზე დაკავებულია ორი მძარცველი. ისინი დგანან არჩევანის წინაშე. აღიარონ თუ არა დანაშაული. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს, რაიმე მნიშვნელოვანი სამხილის სავარაუდო არარსებობის შემთხვევაში ისინი შეიძლება მალევე გაათავისუფლონ. თუ ერთ-ერთი მათგანი ვერ გაუძლევს წნეხს და გატყდება, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისა და გულწრფელი აღიარების სანაცვლოდ მას გაუნახევრებენ პატიმრობის ვადას, ხოლო მისი გაუტეხელი თანამზრახველი სასჯელს სრულად მოიხდის. შესაბამისად, თუ ორივე აღიარებს დანაშაულს, უკვე ნახსენები მიზეზით მათ ორივეს გაუნახევრებენ სასჯელს. ნეშის თეორიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დუმილმა შეიძლება მათ მეტი ხეერი მოუტანოს, საუკეთესო, ანუ რაციონალური არჩევანი ამ ვარიანტებს შორის მაინც ორივეს მხრიდან დანაშაულის აღიარებაა. რადგან ამით თითოეული მათგანი ავტომატურად ამცირებს მაქსიმალური სასჯელის საფრთხეს და ანახევრებს მას. ორივე მძარცველი ერთმანეთის დამოუკიდებლად იზღვევს თავს თანამზრახველის პოტენციური ჩაშვებისგან და შესაბამისად ათანაბრებს შანსებს მიიღოს თანამზრახველის ანალოგიური სარგებელი, ამ შემთხვევაში განახევრებული სასჯელი. რამდენად გამოგვივიდა გასაგებად აგვეხსნა ნეშის გენიალურად მიჩნეული და იმ დროისთვის რევოლუციური ნააზრევი თავად განსაჭეთ. ფაქტია, რომ ნობელის და აბელის პრემიები მას 21 წლის ასაკში შექმნილი სწორედ ამ წონასწორობის თეორიის გამო გადასცეს, რომელსაც ეფუძნება უამრავი დაწერილი და დაუწერელი კანონი მსოფლიო ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სამხედრო საქმეში. აქ საინტერესოა კიდევ ერთი რამ. ნეშის შემთხვევა დიდი ალბათობით თუ ერთადერთი არა, უიშვიათესი გამონაკლისია, როცა ნობელის პრემია პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს გადასცეს.
და ეს არის ერთადერთი კაცი ნეში, რომელიც არის ნობელის პრემიის ლაურეატიც ეკონომიკაში და აბელის პრემიის ლაურეატიც მათემატიკაში. ერთადერთი კაცი ასეთი, ასე რომ სერიოზული ძალიან საინტერესო ფილმი გელოდება ძვირფასო ტელემაყურებელო დღეს. ანუ მოემზადეთ და უღრმესი მადლობა ბატონ გოგის მადლობთ თქვენ ამ ადამიანური პროფესიული ინფორმაციისთვის ყველაფრისთვის და აბაჰე What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali, Wer sind Sie? Right. Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done.